ჩვენ დავუბრუნეთ ქვეყანას ის, რაც ხვებს არ სიამოვნებს და მათ შორის ჩვენ მტერს, ეს არის ღირსება. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართულ სამართალდამცველებს პრეზიდენტი დღეს ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო. სააკაშვილმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში გატარდა და დანაშაულის შემცირებული მაჩვენებლის გამო პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. დღესვე სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ მათი ხელფასების მატება და საბინაო პრობლემების მოგვარება მოხდება. თანამებრძოლებო, პატივცემულო სტუმრებო, დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ზე ცაში არ გამოჩნდა, ზე გამოჩნდა აქ ბათუმის ახალ ბულვარზე, ზე გააკეთეთ თქვენი კოლონებით, თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ აქაურობა, ისევე როგორც თქვენი ყოფნით, თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით უკვე რამდენიმე წელიწადია ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადაცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და გაზვიადების გარეშე მთელ მსოფლიოს. იმიტომ რომ თუ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის ჩვენ გარშემო. თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს მე არ მინდა თქვა მითი, იმიტომ რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს ყარის საფუძველი, ეს პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება. პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. იყო შობელი ყველა სხვა რეფორმის და ჯერჯერობით ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის. განსხვავება ძველ პოლიციასა და დღევანდელ პოლიციას შორის არის არა მხოლოდ ფორმები ან მანქანები ან შეიარაღება ან თუნდაც ხელფასი. თავარი განსხვავება არის ის და არც თუნდაც ის, რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული და დღევანდელი პოლიცია მთლიანად თავისუფალია კორუფციისგან. თავარი განსხვავება, ჩემო მეგობრებო, არის ის, რომ წინა პოლიცია თვლიდა, საბჭოთა მილიცია თვლიდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება, ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების, მისი სახურის ობიექტი და დღევანდელი პოლიცია თვლის, რომ ის ეკუთვნის ხალხს, ის წარმოადგენს ხალხს, ის იცავს ხალხს, ის ემსახურება ხალხს და ამიტომ ხალხი პასუხობს ყველაფერს ამას სიყვარულით. თქვენ ამას გზდობთ, თქვენ სამსახურში, თქვენ ამას გზდობთ და თქვენი ოჯახის წევრები გზდობენ ამათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დღევანდელ პოლიციელებს საზოგადოება ეკიდება მოწიწებით, სიყვარულით, როგორც თავის და სამშობლოს დამცველებს. ჩვენი პოლიციის წარმატება ნამდვილად სახეზეა.
საქართველო არის სოფლიოს პირველი მებრძოლი კორუფციასთან ყველანაირი საერთაშორისო ობიექტური ორგანიზაციების დასკვნით. დღეს ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კორუფციის და კრიმინალური და ორგანიზებული დანაშაულის დაბრუნება საქართველოში. დღეს ებრძვის ის, ვინც ვერ შეეგუა იმას, რომ მარტო მათ ჰქონდათ პრივილეგიები, მარტო ისინი დადიოდნენ კარგი მანქანებით, მარტო მათ ჰქონდათ დენის სახში, იმიტომ რომ გენერატორები ედგათ, მარტო მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სასწავლებლებში, მარტო მათ ჰქონდათ პრივილეგია სხვა ადამიანის დამცირების, სხვა ადამიანის შევიწროების. დღეს პირველ რიგში გებრძვით ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში დღეს კარიერა კეთდება არა ნაცნობობით, მეგობრობით, ნათესაობით, გთამებით, არამედ იმითი, რომ უანგაროდ ემსახურო თავის სამშობლოს, ემსახურო შენ მოქალაქეებს და ემსახურო საქართველოს მომავალს. დღეს თქვენ საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც განიდევნა სახელმწიფოდან. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხრა ჩვენს ქუჩებში. ჩვენ მოახერხეთ მაფიის განდევნა ჩვენი ციხეებიდან, უბრალოდ მისი პოზიციების მოსპობა და შევიწროება. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის მენტალიტეტის, ხულიგნობის, შაური გაგების განდევნა საქართველოს სკოლებიდან. დააკვირდით, რაზე მიდის დღეს ყველაზე მეტი შეტევა? მიდის შეტევა ჩვენს პოლიციაზე, მიდის შეტევა ჩვენს მანდატურებზე, მიდის შეტევა ჩვენს პენიტენციურ რეფორმაზე. იმიტომ რომ ყველაფერი ეს განასახიერებს ახალ საქართველოს და შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მომავლის იდეაზე. იმიტომ რომ ჩვენ მტერს ყველაზე უფრო საშინელ სიზმრებშიც ვერ წარმოედგინა, რომ ამ ადგილზე ქართველები როდესმე შეძლებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებას, ვერ წარმოედგინა, რომ ქართველები როდესმე შეძლებდნენ ისეთი რამის შექმნას, რომ ჩვენ რაღაც ჩამორჩენილი მაჩანჩალა დანამატი კი არ ვიქნებოდით იმპერიული სივრცის, არამედ ყველგან დაწყებული ყოფილი იმპერიის ჩაგრული ქვეყნებიდან და დამთავრებული თვითონ ამ იმპერიის დედაქალაქით ყველანი ლაპარაკებდნენ საქართველოს რეფორმებზე და საქართველოს წარმატებებზე. რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, შეძლო აი ესეთი ქალაქის აშენება, თუნდაც როგორც არის ბათუმი. და ქმნის კიდევ სხვა ქალაქებს და სოფლებს. რომ ქვეყანამ შექმნა თავის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, რომ ქვეყანამ გადაიტანა ყველაფერი. ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები და ბოლოს სოფლიოს ყველაზე თავზე ხელაღებული და ყველაზე დიდი სახელმწიფოს თავდასხმა და მაინც არ გატყდა წელში. მე არასდროს დამავიწყდება, როდესაც მოვდიოდი დასავლეთ საქართველოდან, სადაც შემოვიდა მაშინ რამდენიმე ასეული რუსული ჯავშან ტექნიკა, მოვდიოდი გზაზე, რომელსაც მოვყავდით დედაქალაქისკენ. ეს გზა ინტენსიურად იბომბებოდა მტრის მიერ. იყო საცობები შექმნილი გზაზე, მე ვიყავი ერთ-ერთ ჩაოლებრივ მანქანაში, ერთ-ერთ ჩაოლებრივ გზავრად, როგორც ხვები. ხალხი მოდიოდა ზღვიდან, მოიჩქაროდა უკან სახლისკენ და მე არასდროს არ დამავიწყდება აი ამ ყველაფერ ორომტრიალში, ბომბების ქვეშ, წელში გამართული, გაღიმებული პოლიციელები, რომელიც არეგულირებდნენ მოძრაობის წესებს და არეგულირებდნენ მოძრაობას რიკოტის უღელტეხილზე. მე არ დამავიწყდება ისიც, რომ როდესაც თბილისიც იბომბებოდა მათ შორის, ბევრი თქვენგანი დადიოდა სახლებში გაღიმებული სახით და ხალხთან მიქონდა ჯარიმები, რომელთაც ისინი სიამოვნებით იხდიდნენ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი გზავნილი. ქართული სახელმწიფო არსებობს, ქართული სახელმწიფო იცის რას აკეთებს და მე მახსოვს, ერთ-ერთ ჩემ ნაცნობთან მისული ასეთი პოლიცია, რომელიც გაუღიმა და უთხრა, მოვედი ჯარიმის გამოსაწერად, მოსატანად, მაგრამ სინამდვილეში მოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, ყველაფერი კარგად იქნება, ქართული სახელმწიფო გადარჩება და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ჩვენს თავისუფლებას. ამგვარად პოლიციის ფუნქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. პოლიციის ფუნქცია არის ზოგად სახელმწიფოებრივი. თუმცა ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც საქართველოში დღეს არის რამდენჯერმე ნაკლები დანაშაული, ვიდრე ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელში და ვიდრე ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში არის უფრო ნაკლები დანაშაული, ვიდრე არის გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ყველა ძირითად კატეგორიაზე პრაქტიკულად. საქართველოში და ეს არ არის მარტო ციფრები. ჩვენმა ხალხმა იცის. მე კარგად ვიცი, 2004 წელს, როცა ჩვენ დავიწყეთ პოლიციის რეფორმა, იყო დღეები, როცა დღეში იპარავდნენ 30-40 მანქანას. დღეს საქართველოში შეუძლიათ მანქანები არ ჩაკეტონ. შეუძლიათ თავის შვილები
თამამად გაუშვან ქუჩაში. შეუძლიათ ბევრად მეტი თავის სილაღე იგრძნონ ღამე დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ ხალხრავალ თუნდაც უკაცრიელ ადგილზე გადაადგილების დროს. და ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ. ის რომ ეკონომიკა ვითარდება ამ ტემპით, ეს თქვენ გააკეთეთ მიუხედავად ყველა სიძნელისა. ის რომ ყველაფერი ის რომ საქართველოს ყველა შეყურებს, ეს თქვენ გააკეთეთ. ის რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ მომავალში მათ შორის ყველა სხვასთან ერთად თქვენ გააკეთეთ. რა თქმა უნდა მე ვიცი რომ ეს ყველაფერი არ კეთდება იმის გამო რომ თქვენ თბილი ადგილებიდან სამსახურის ან ძალიან მაღალი ხელფასი. ხელფასი იმაზე ბევრად ნაკლებია ვიდრე თქვენ გეკუთვნით. და საქართველოს სახელმწიფო ბოლო რესურსებს დაამობილიზირებს ყოველთვის იმისათვის რომ ეს ხელფასი გაიზარდოს. მე ვიცი რომ რა თქმა უნდა ყველას არ აქვს საბინაო პირობები და ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ საბინაო პირობები პოლიციელებს შეექმნათ. მაგრამ თავარი რისთვისაც თქვენ მუშაობთ არის ის რაც მიუწვდომელია ჩვენი მტრისთვის და მიუწვდომელია მათთვის ვინც ებრძვის მომავალს კანონის უზენაესობას და ვინც მისტირის მაფიოზულ კრიმინალიზირებულ ნირწამხდარ მუხლებზე დაჩოქილ საქართველოს. თავარი რაც ჩვენ ყველამ ერთად თქვენთან ერთად ჩემო მეგობრებო აღვადგინეთ ამ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანაში და დაუბრუნეთ ჩვენ სოფლიოს. ეს არის განცდა იმისა რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა. გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მიუხედავად რელიგიური წამსისა, ეკუთვნის ერთნაირად ყველანაირ თაობის წარმოადგენს და პირველ რიგში იმ ბავშვებს, ვინც არიან აქ თქვენთან ერთად მოსულები. ეს არის განცდა იმისა, რომ როგორი მტერიც არ უნდა გყავდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ძალიან ორგანიზებული, ჩვენ მაინც უფრო მეტად ორგანიზებული ვიქნებით, სულიერად სიმტკიცით მაინც უფრო მტკიცეები ვიქნებით და ჩვენ რაც თავარია გვექნება ჩვენი ღირსება. ჩვენ ყველამ ერთად დაუბრუნეთ ჩვენ ქვეყანას ის, რაც ყველაზე მეტად არ სიამოვნებს ჩვენ მტერს. ჩვენი ქვეყნის ღირსება. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის განსაკუთრებული დღე თითოეული ქართველისთვის, ეს არის გიორგობის წირვალი დღესასწაული, ეს არის განთავისუფლების დღე აჭარის და ასევე პოლიციის დღე. მინდა გისურვოთ წარმატება და ჩვენ ყველანი აუცილებლად საბოლოოდ გავიმარჯვებთ. კობრას ტიპის ჯავშარ მანქანების საპატრულო ეკიპაჟები და პიკაპების სპეციალური დანიშნულებისათვის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საზეიმო მარშრუტ ბათუმის ახალ ბულვარში ჩაიარეს. იქ სადაც დღემდე ჭაობი იყო პოლიციელთა აღლუმი გაემართა. აღლუმს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ქართული პოლიციისადმი მიძღვნილი აღლუმი საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ბათუმში ქართულმა პოლიციამ პროფესიული დღესასწაული განსხვავებული და სანახაობრივი აღლუმით აღნიშნა. სამართალდამცველებმა ბულვარში მზე გამოსახეს. პოლიციელთა ნაწილი ბათუმის ბულვარის ცენტრში იდგა, მეორე ნაწილი კი მათ მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდა. ბათუმის განახლებულ ბულვარში პირველად განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოჩნდნენ. შემდეგ კი ზისხივები საპატრულო პოლიციამ შეავსო. წლევანდელ აღლუმში მძიმე ტექნიკას მონაწილეობა არ მიუღია. ბულვარში მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟები და ჯავშან მანქანა კობრები გამოჩნდა. დღევანდელი აღლუმი ტიპიური სამხედრო აღლუმის მსგავსი არ ყოფილა, თუმცა მასში მონაწილეობა სანაპირო დაცვის კატარღებმაც მიიღეს. ასევე ბათუმის ბულვარში პატარებისთვის საყვარელი სიმღერა ანა ხანჩალიანმა და მარიამ კახილიშვილმა შეასრულეს. სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან აღლუმს შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ადევნებდნენ თვალს. აღლუმს მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟიც ესწრებოდა. ნიკოლოზ სააკაშვილი სპეციალურად ამ დღისთვის პატრულის ფორმაში იყო გამოწყობილი. გილოცავთ გიორგობას, გილოცავთ აჭარის განთავისუფლებას და გილოცავთ თქვენი მეგობრების, თქვენი ნათესავების, ბევრი თქვენი ნათესავი ალბათ ნაცნობი ამ რიგებში იდგა, ყველა პოლიციას ულოცავთ დღევანდელ დღეს. მე მგონი იყო ძალიან კარგი, ძალიან ორიგინალური, არ გავს ტიპიურ სამხედრო პოლიციურ აღლუმებს, ეს არის ლამაზი, საჩუქარი, მიუხედავად ამინდი რომ წვიმიანი იყო, მაგრამ ბათუმი წვიმიანი, ეს ჩვეულებრივი ამინდია და ძალიან მიხარია რომ
დღეს ბევრი რამოდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა დღეს ბათუმში. დიდი მადლობა ყველას. მე მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე, გიორგოვის ბრწყინვალე დღესასწაული და ასევე რა თქმა უნდა ყველას ულოცავ პოლიციის დღეს. ის რომ ქართული პოლიცია დღეს გახდა ახალი ქართული სახელმწიფოს სახე. ის რომ ქართული პოლიცია არის ღირსეული სავიზიტო ბარათი ამ ქვეყანაში ჩამოსული ყველა სტუმრის წინაშე. ის რომ დღეს საზოგადოება ენდობა და აფასებს საკუთარ პოლიციას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. პირველ რიგში ბუნებრივია, ეს არის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის მიღწევა, მაგრამ ეს არის ამავე დროს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი მიღწევა და დამსახურებაც. ამიტომ მე ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, ხოლო პოლიციელებს უსურვებ აი ესე წარმატებით და ღირსეულად გაეგრძელებიოთ ჩვენი ქვეყნის სამსახური. ძალიან კარგი დღესასწაულია. მე აქ საუკეთესო სურვილებით ჩამოვედი და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ლიტველი ხალხის სახელით. ქართულ პოლიციაში მოკლე დროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და ეს მისასალმებელია. დღეს აღლუმზე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მცირე წვიმის მიუხედავად ისინი მთელი აღლუმის მიმდინარეობას ესწრებოდნენ. ამოგეწონა ყველაფერს. რომ ბავშვები რომ ღეროდნენ და ჯარისკაცები რომ გამოდიან ფორმით. 6 მაისის პოლიციის დღეს შარშან პირველად გამოცხადდა პროფესიული დღის თარიღის შეცვლა ორი მიზეზით მოხდა. ძველი რიცხვები 10 ნოემბერი საბჭოთა მილიციის, 30 ნოემბერი კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა.